აი ესეთი ლამაზი ფონით გოგოებო, ვიწყებ ჩვენს ვიდეოს, სწრაფად მოვატარე. ნახეთ. აი ასეთი, იქით ვეღარ ვტრიალდები, აი ესეთი ლამაზი ფონი არის აქ ჩვენს რესტორანში. აგერ წამოშანტაკლარავებული ვარ აგერ. მარტო და ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას. ყველას მოგესალმებით გოგონებო, ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან ბევრი ბიჭიც მიყურებს, ამიტომ დღეს ესეთი ვიდეო უნდა გავაკეთო. სახელწოდებით როგორი ქალები იზიდავენ მამაკაცებს და იმედი მაქვს რომ ბიჭებიც იაქტიურებთ გოგონებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, ეს ვიდეო თქვენთვის არის გოგონებო, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ბიჭებიც ასე ვთქვათ მოусმენენ ძალიან კარგი და გამოხატავენ თავიანთ აზრებს. ულამაზეს ადგილას ვარ, აი ისეთი ლამაზი ადგილი არის, მართლა თან ეხლა მალე უნდა მომღერლებიც მოვიდნენ და მოვედი ვზივარ ხო და განახეთ ახლა ვიდეოს დასაწყისში რა სიტუაცია, მოვედი ვზივარ ჩემთვის მოვკალათდი, ვიფიქრე ახლა ვიდეოს ჩაუწერ ჩემ გოგოებს მეთქი, უკანა ესეთი ფონი მაქვს ულამაზესი მანქანის, ძველებური მანქანების და მოკლედ დღეს გიწერთ ვიდეოს როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ძალიან მარტივი ფორმულირებაა. მამაკაცებს მოსწონთ ისეთი ქალები, რომლებსაც საკუთარი თავი მოსწონთ და საკუთარი თავი უყვართ. აი მე მაგალითად ჩემი თავი ძალიან მიყვარს. უზომოთ. და თან ავადმყოფურათაც. აი მაგალითად შემიძლია რომ ავარჩიო ლამაზი ადგილი. თუ ჩემს მეუღლეს არ სცალია, მოვიდე მე თვითონ დავჭდე აი მხელა მაგიდაზე 1 2 3 4. 4 მინიმუმ 4 კაცი ეტევა ამ მაგიდაზე დავჭექი. ეხლა და ველოდები შევუკვეთე ჩემი წვენი და კაპუჩინო როგორც ყოველთვის და ველოდები როდის დაიწყება მუზონები. უნდა მოусმინო. უნდა განვიტვირთო, ასე რომ აი ესეთი ქალები მოსწონთ მამაკაცებს გოგონებო, რომლებსაც საკუთარი თავი გიყვარს, საკუთარ თავს უვლით. ქალები, რომლებიც გადადაგებულები არიან და გადადაგებულები ხართ და გადაფიჩინებული ხართ კაცებზე, ესეთი ქალები მამაკაცებს არ მოსწონთ და რამდენი თქვენთაგანი დამეთანხმება, რომ ზედ გადალყევი, ესე გავუკეთე, ისე გავუკეთე და საბოლოო ჯამში მიმატოვა და რა ვიცი, ყველაფერი გამიკეთა. ამიტომ ესეთი ქალები არ მოსწონთ მამაკაცებს. მათთვის ესეთი ქალები არიან უინტერესოები. მამაკაცები არიან ბუნებით მონადირეები და შესაბამისად, ანუ ნადირობა სჭირდებათ, ხო? და მონადირება ქალის. მაშინ, როდესაც ქალს მოინადირებენ, ჩემო გოგონებო, აი ამის შემდეგ უკვე ინტერესი უქრებათ სამწუხაროდ და რაც არ უნდა გააკეთოთ, მე თქვენც ცოტა ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ფასი არ ისწავლეთ უფრო მეტად, ხო, უფრო მეტად და მეტად დადაბლდებით კაცის თვალში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაც ზემოდან უნდა უყუროთ, თუმცა მამაკაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ თქვენ საკუთარ თავს აირჩევთ მასზე უფრო მაღლა. მას თუ რაღაცა არ უნდა და თქვენ გინდათ, თქვენ ყოველთვის გააკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ და არა იმას, რაც მას უნდა, ხო? ურთიერთობაში ყოველთვის აუცილებელი არის კომპრომისი და შეთანხმება, თუმცა პრიორიტეტი მაინც გენიჭებათ თქვენ და არა თქვენს პარტნიორს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო და ჩემო ლამაზებო, ჩემო რა ვიცი, ერთგულებო, მოსიყვარულეებო, საყვარლებო, ყველანაირად მინდა რომ მოგეფეროთ აქედან იმ გოგოებს, რომლებიც მე მეფერებით. ისეთებსაც, რომლებიც მაფურთხებთ და მაგინებთ და რაღაც უთ რაღაცეებს მიწერთ, მაგრამ არა უშავს არც ეგ არ ამწყვის სიმართლე როგი. ეხლა რატო არ მწყვის მაგასაც თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ მე ვარ ზოგადად ბუნებით ძალიან პოხუისტი ადამიანი და ეხლა კიდევ უფრო მეტად პოხუისტი გავხდი. შესაბამისად, ჩემზე რას ფიქრობს ხო, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. თავარია მე რას ფიქრობ საკუთარ თავზე და ვარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით, ასე რომ აი ეგეთი ამბებია. მეორე კიდე რა მინდოდა მეთქვა ჩემო გოგონებო. აი მაგალითად როდესაც არის ხოლმე ძალიან ხშირი არის მაგალითად რომ ბიჭი იწყებს ქალზე ზრუნვას ლალალა ტრალალა რაღაცნაირად დაითანხმებს ურთიერთობას და მე ნელ-ნელა ცივდება. გოგოს ეგრევე რა ეწყება. ეგრევე ეწყება ფიქრი იმაზე რომ ვაიმე მე რაღაც არასწორად გავაკეთე, ჩემშია პრობლემა და შემდეგ. გოგოებო, თქვენში პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმ ადამიანში. ძირითადად ჩვენი პრობლემა რა არის? როდესაც პრობლემას ვეფეთებით და ვეხებით, ესე პირდაპირ მოდის ჩვენსკენ, ჩვენ რას ვფიქრობთ, რომ ყოველთვის ნერვულობთ სხვა ადამიანის აქციელებზე ჩვენთან მიმართებაში, სხვა ადამიანის სიტყვებზე ჩვენთან მიმართებაში, რომელიც აი აბსოლუტურად არ არის სანერვიულო, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლები ვიყოთ მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, საკუთარ სიტყვებზე, საკუთარ ფიქრებზე. სხვა ადამიანის, თუნდაც ახლობელი ადამიანის, თუნდაც ახლობელი მამაკაცის საქციელებებზე პასუხისმგებელი თქვენ არ ახართ. არც მის საქციელებზე თქვენს მიმართ, არც მის გრძნობებზე და არც მის სამოდამო და სამომავლო გეგმებზე, ასე რომ ამაზე ნერვულობა საერთოდ არ შეიძლება. ძალიან ხშირად ვიყურები მაღლა, იმიტომ რომ რა ვიცი, არავინ არ შემომახდა საქმეში. მეშინია ცოტა. მოკალეთ, ეხლა რაღაცა ეს ადგილი ამოვიჩემე და ყოველდღე დავდივარ აქ.
გარეთ ძალიან დიდი ქარია, უბერავს ზღვიდან მოფრენილი ქარი და ჰაერი ხო და შევეცადე რომ შიგნით დამჯდარიყავი რომ ვიდეო ჩამეწერა თქვენთვის. ასე რომ გოგოები იყავით აი ლაღები, თავისუფლები იყავით. როგორ თქვა, პეპლები იყავით და იფრინეთ ისე როგორც თქვენ გინდათ. ნურავის ნუ შეაჭმევინებთ თქვენ ნერვებს, დროს, ემოციებს და ნურავის ნუ დააკარგინებთ დროს. აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დრო არ დააკარგინოთ არავის არასდროს. გიხარიათ ამ ადამიანთან ერთად ყოფნა, იხარეთ და იბედნიერად დღეს, ამ წუთას, ამ მომენტში და არ იფიქროთ ხვალიდელ დღეზე, არ იფიქროთ მომავალზე რა იქნება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არავინ არ იცის სამომავლოდ რა იქნება. ერთი წუთის შემდეგ არ ვიცით რა იქნება და როგორ შეიძლება ინერვიულოთ სიტუაციაზე, რომელიც თქვენამდე არც მოსულა ჯერ და შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს. შეიძლება ისე შეიცვალოს ყველაფერი ერთ წამში, რომ ის, რასაც თქვენ ახლა ნერვიულობთ და ნერვებს იშლით, საერთოდ არ იყოს, რა ვიცი, ფიზიკურ და მატერიალურ, ასე ვთქვათ, სამყაროში თქვენთან მიმართებაში და არც მოხდეს. ამიტომ ნუ ნერვიულობთ, ნუ განიცდით და ნუ რასოდეს ნუ რაფერს ნუ მიიღებთ, აი რა ვიცი, რომ ეს რა დაწყევლილი ვარ და ასე შემდეგ. პირიქით გოგოებო, რაც ხდება, ყველაფერი ხდება უკეთესობისკენ. ამიტომ მადლობა გადავუხადოთ სამყაროს თითოეული გაკვეთილისათვის, თითოეული გამოწვევისათვის და თითოეული ადამიანისათვის. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეამაყებით. თქვენ ჩემთვის ყველანი ძალიან ძვირფასები ხართ. ძალიან მიხარია რომ მადევნებთ თვალყურს, ძალიან მიხარია რომ ნახვები აქვს ვიდეოს. ძალიან მიხარიხართ თითოეული თქვენთაგანი და მინდა რომ ბედნიერები იყოთ გოგოებო და თუ მე მიმიწვის წვლილი თუნდაც 1% იმაში რომ თქვენ კარგად ხართ და ბედნიერად ხართ, ეს ძალიან მახარებს. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით. ეხლა დაგემშვიდობებით სასიამოვნო საღამო დროებით.